სანამ ქართული ოცნება კახა ბენდუქიძის სახელობის ეკონომიკურ პოლიტიკას აგრძელებს, ეკონომიკურ სფეროში თვითონ არიან ნაცები. იმიტომ რომ ნაცობა რაღაცა ის კი არ არის კონკრეტულად მიშა სააკაშვილი გევასება არ გევასება. ნაცობა არის იმ პოლიტიკების გატარება, რასაც ატარებდა ნაციონალური მოძრაობა. და შენ თუ აგრძელებ კახა ბენდუქიძის სახელობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული ობიექტები არ არსებობს, ეკონომიკაში ნაცი ხარ. ნაცები და ხოცები ეკონომიკური თვალსაზრისით უგებენ ერთმანეთს. ხო ყველაფერში ერთმანეთს ჭამენ, ხო აი ეს ნაცები, ხელისუფლება და სხვა ჯგუფები. ვერაფერში საერთო ენას ვერ გამონახავენ, მაგრამ ერთადერთი საკითხი დააკვირდით. რაშიც სრული ჰარმონია აქვთ ერთმანეთთან. ჩვეულებრივად უგებენ, ერთნაირად აგრესიულები არიან, არის აი მსგავსი პროტესტები. აი ამ ლიბერალური ეკონომიკური მიდგომებით არიან წინააღმდეგობაში მაღაროელების სამართლიან პროტესტთან დაკავშირებით. ეგ იყო დაფიქსირებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ სახელმწიფომ არ ჩაერიოს მსგავს кейსებში. პრინციპული რატო? შენი პრინციპი რას ეყრდნობა? ბენდუქიძის წარმოდგენებს, ხო, ამ ლიბერტარიანულ ბოდვებს ეკონომიკასთან დაკავშირებით.